დაბლა ბაჩუს მომე. Skap. Skap. Hop. Mere givadi imastан. Skap. Orada გამიმუშო. Sad. Adioze მომე. Adioze. Hop, მომეც, დავე. Hop, დავე. Hop, დავა. აი, კიდე ძალა მიეც. ახტეს მაღლა. ხო? თავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის გუნდურობა, გუნდი როგორც ერთი ოჯახი ისე უნდა იყოს შეგრული, კარგი ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, გუნდის ხელმძღვანელობა, რომელიც შედეგზე არის ორიენტირებული, ყოველთვის მაგას ვკითხულობ, სადაც მიდიოდი, რა მიზანი გვაქვს, რა ფეხბურთელები იკვრება და ამის მერე ვიღებდი გადაწყვეტილებას და მივიჩნევდი, რომ იყო ამბიციური გუნდი და როგორც ჩანს, შედეგსაც ვაღწევდით. ერთად გადავედი უმაღლეს ლიგაში, სამჯერ გადავედი ფოთის კოლხეთთან ერთად, რუსთავთან ერთად ერთხელ და ბოლნისისიონთან ერთად ერთხელ კი 5-5 გამოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეგ სტატუსი სასიამოვნოა, სულ ყოველთვის მინდა რომ ამბიციური გუნდში ვიყო, რომელსაც მიზანი აქვს და ეგრე გამოდიოდა, რომ სადაც მიდიოდი, იმ გუნდს ყოველთვის ჰქონდა მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა და რასაც მიზანს ვისახავდით, ვაღწევდით ვიდეოს ყოველთვის. აი ბარსაზე, Skap, დააგდო დაბლა, ოღონდ სწრაფად გადმოვიდეთ რა. დააგდო დაბლა, სწრაფად გადმოვდივართ. ესე არა. სწრაფად გადმოვიდით, Skap, სწრაფად გადმოვიდით, Skap. მე მიეცე პაუზა. ვიდეო ჩემთან რომ მოდიან განსაკუთრებულად რატო აკეთებენ და გამოჩნდა. შევიცვალეთ. მიარტყი ძალა მიეცი, ძალა არა აქვს. აი ეგრე გაამაგრე და ჰაერში დაიჭირე ის მომენტი და აი ეგ. აგარი დაუბრუნე! აგარი! Skap! როცა დავიწყე უკვე პროფესიონალური ფეხბურთი იყო ფოთის კოლხეთი, თავიდან სადღაც 19-18 წლის ვიყავი, როცა პირველ ლიგაში მივედი, იყო ზაზა ინიაშვილი, ვისგანაც ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, შემდეგ იყო ვალამ კილასონია, რომელიც აი ძალიან დამეხმარა ფეხბურთის წინსვლისთვის, ჩემ კარიერაში აი ძალიან დიდი როლი ითამაშა. იყო კარგი მწვრთნელები, აი ბოლოს მომიწია დევდარიანთან მუშაობა, რომელიც ჩემთვის ძალიან განათლებული და კარგი მწვრთნელია, როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთის განახლება აქვს ძალიან მაღალ დონეზე. ასეთ მწვრთნელებთან მუშაობამ გამზარდა და დამეხმარა, რომ უფრო და უფრო წლები როგორც მემატება, ისე მოემატოს ის გამოცდილება, ფეხბურთის ხარისხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის, რა თქმა უნდა, ჩემ კარიერას რო გადავხედოთ, სადაც ვიყავ, ვცდილობდი რომ ყველგან მეთამაშა და სადაც ვცნობდი რომ მწვრთნელი არ მენდობოდა, ვერიდებოდი იმ სიტუაციას. იყვნენ მწვრთნელები, რომელსაც არ აინტერესებდა ჩემი ამ გამლილი კარიერა ან წინა წლებში რა მქონდა გაკეთებული, უბრალოდ არ უნდოდი და მეც ახლა რო გძნობ, რომ მწვრთნელს არ უნდიხარ ფეხბურთელისთვის, მაგ გუნდში გაჩერებას აზრი არ აქვს და ვცდილობდი, რომ ისეთ გუნდში წავსულიყავი, სადაც მენდობოდა.
არიან, ისე უხსნის ფეხბურთელს და ისეთ мотивაციას გაძლევს და ისეთ დავალებებს გაძლევს, რომ აი არ გაგუფლება, რომ კარგა აკეთო. ანუ ძალიან მაგარია მაგ სფეროში ფეხბურთელს ასწავლის და ფეხბურთელს თავში უდევს, რაც თვითონ უნდა რომ ფეხბურთელამდე მიიტანოს. აი ყველაფერს აკეთებს იმისთვის და მე ვფიქრობ, რომ დასაბასებელი მწვრთნელია. მოდი. ნახე რომ მოვიდა. ატანა ფეხია. 3 4 5 6 7 იდეალური! ნახე, ერთი დახვედრება უნდა. იახ ბომბარდირი ორჯერ თუ სამჯერ გავხდი, ზუსტად არ მახსოვს. პირველად გავხდი ფოთში, მერე გავხდი რუსთავში, ვალამ კილასონიას დროს ის ეგ დროც მინდა აღნიშნო, ძალიან კარგი სეზონი მქონდა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის ასიამოვნოა, როცა პირადი შედეგი ეხმარება გუნდის წარმატებაში. ეხლა შენ შეიძლება ბომბარდირი გახდე და გუნდის წარმატებელი იყოს და ეგეთ რაღაცა არ მომხდარა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი გოლებით ვეხმარებოდი გუნდს გადასვლაში. და ამაში მწვრთნელი ძალიან დიდ როლს თამაშობს, იმიტომ რომ მე მან თავისუფლებდა ყველანაირად კომფორტი მქონდა. ფეხბურთელი როგორც ახლა კომფორტში არის, არანაირი წნეხი არ აქვს, ფსიქოლოგიურად გვერდში გიდგას, თუ აი რაც არ უნდა მოხდეს, არაფერზე არ ინერვიულო და ყველანაირად გამხნევებს და თავისუფლად გამოდიხარ სათამაშოდ, მაშინ ყველაფერი გამოგდის. დრო გადის, მე მგონი 10-იანის ფუნქცია, მე მგონი ნენელა უკან იხევს, იმიტომ რომ გამთამაშებელი სხვა დატვირთვა ქონდა მანამდე და ეხლა სხვა დატვირთვა აქვს. ეხლა გაგიკვირდება და უფრო რაც ასაკში შევდივარ, უფრო მეტი სირვილი მიწევს. იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა თუ გინდა ფეხბურთში დარჩე და აყვე ამ ახალ რიტმს, ყველანაირად უნდა ეცადო, რომ წინაც უნდა ირბინო, უკანაც უნდა ირბინო, სხვანაირად არ გამოვა. მაშინ თუ არ შეგიძლია, უნდა შეეშვა. და ის შეცვლა მომიწია, რომ ადრე შეიძლება იმდენი სამუშაო არ ქონდა, შავი სამუშაოს რასაც ეძახიან ფეხბურთში, ეხლა გიწევს რა წინ და უკან სირბილი, თუ გინდა რომ ითამაშო და ნენელა ვყვები ამას და ფეხბურთელები, ჩემი თანაგუნდელებიც ყველანაირად გვერდში მიდგანან მაგისთვის, რომ სიტუაცია სადღაც დააგვიანე, სადღაც გამოგჩა რაღაცა, ისეთ გუნდში ვარ და ისეთი ბიჭები მყავს გვერდში, რომ ვუსებთ ერთმანეთს. აკე ხალხი! ვახტა! მიდი, ვანეს, მიდი, აღარ მოატრიალო. შეო, ვანო! ჩაკო, თუ გინდა ზურს უკან. ნოზი. ნოზი გარეთავა. მანდა. გასალე, კიცი. როცა თამაშობდი ფოთში, ცხოვრობდით ბაზაზე და იქვე ქონდა სტადიონი რა. და მაშინ იყო ჯაბულანის ბურთები, თუ გახსოვთ, რაღაც სხვანაირი ტრაექტორია ქონდა რა და რო რჩებოდით, უტყავდით ხოლმე ამ ჯარიმებს, მეკარეც ჩემთან ერთად ცხოვრობდა და რაღაც არაორდინალურ მიმართულებას იცვლიდა ბურთი და მაგის მერე სხვა რა გზა მქონდა, იქ ცხოვრობდი და სულ მუშაობდი და აი იქიდან გამომდინარე, რომ განაბურთმა დამაწყებინა, მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ აი თურმე შემიძლია რაღაც მაგ სფეროში რომ წარმატებული ვიყო, რა თქმა უნდა ეს ეგრე არ არის, ხო, ადგე და არტყა და არის ვარჯიშო, აი ვარჯიშის დამუშავების გარეშე გამორიცხულია რა. ძალიან დიდი ვარჯიში და შრომის შედეგია.
მსგავსი ბურთი გაიტანა ტატა სიჯინოვამ ნომერი 10. ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი ისე მეხმარება, შეიძლება აი თამამად შემიძლია თქვა, რომ შეიძლება ამ ასაკამდე ვერ მეთამაშა. იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ისე მიდგას გვერდში, აი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი არა მარტო რომ სიტყვაზე არ მოწიო, არ დალიო და ითამაშე. აი არის ძალიან მეორე ხარისხოვანი რა თქმა უნდა, ეგეც არ უნდა გავაკეთოთ. წალსახადო ხაზი უნდა გავუსვათ მაგას, მაგრამ თავარია სწორი იკვება და ძილი. რაშიც ჩემი მეუღლე მეხმარება აი 1000%-ით, რომ აი სიტყვაზე მოვიდათ 11 საათი და უკვე უნდა დაიძინო. დილით ადრე გაიღვიძე, საუზმე, ვაღშამი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწორი იკვება, გეხმარება ყველაფერში. ყოფილა ცუდი პერიოდი, რომ აი ფეხბურთელი ხან აგებს, ხან იგებს და მქონდა ცუდი პერიოდი და ფსიქოლოგიურად ფეხბურთელი რომ აი ტრამირებულია, წამიგია მნიშვნელოვანი თამაშები და მაგ დროს თავარია დაბრუნდე ძლიერი, ხო? და მაგაში ძალიან დიდი როლი აქვს ოჯახს. რაშიც ძალიან მეხმარება და აი თამამად შემიძლია თქვა, რომ თუ რამეს წარმოვადგენ ქართულ ფეხბურთში და რამე გამიკეთებია, ჩემი მეუღლის დამსახურებაა. აგერ ვაჩა დააგორე შენს უკანავა ომე თუ გინდა შენს უკანა ომე დააგო თავიდან დავდიოდი ცეკვაზე ხო და მე როცა იყო ისეთ პერიოდი სულაქვილიძის აკადემია ეხლაც ფუნქციონირებს მანდ ვარ გაზრდილი ნამად ჩემი მუშაობდა და ხშირად როცა პატარა ვიყავი დედა ჩემი დამყვებოდა სულ თამაშებზე და ძალიან მონდომებული იყო ჩემი მშობლები რომ ეთამაშა რა და მე მგონი რომ გავუმართლე საქართველოს დონეზე რაღაცა გავაკეთე ხოხო დააგორ Ah!